მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2019 წლის ნოემბერი, ამოცანა ნომერი 23. X OY სიბრტყეზე Y ღერძის 0b წერტილში მოთავსებულია დადებითი ნიშნის ქუმუხტი, ხოლო 0-b წერტილში უარყოფითი ნიშნის მინუს ქუმუხტიო, როგორც ნახაზზე გვაქვს მოცემული და გვეკითხებიან, რომელი გრაფიკი შეიძლება სწორად გამოსახავდეს X ღერძის წერტილებში დაძაბულობის Y გეგმილის დამოკიდებულებას X კოორდინატზე -a შუალედშიო. კარგით, მოდით ახლა ჩვენ ეს სურათს გავადიდოთ, ეს სურათი და შევხედოთ რა გვაქვს მოცემული. ხა მოცემულობით გითხეს პირობითად აი ეს იყოს მოდით პირველი წერტილი, რომლის კოორდინატი არისო 0 და b-ო, ასე. და მისი სიმეტრიული წერტილი გვაქვს X ღერძის მიმართ, მეორე წერტილი, რომელიც არის 0 - b წერტილი. ახლა ჩვენ გვაინტერესებს X ღერძზე ველის Y გეგმილის როგორი სახე შეიძლება ქონდეს. კი ბატონო, მოდით ახლა განვიხილოთ, აი დავუშვათ აი ეს წერტილი ავიღოთ, აქედან დავიწყოთ. აი ამ წერტილში გამომდინარე იქიდან, რომ -q + q მუხტიდან ველის ძალწირები გამოდიან, ხო? შესაბამისად, აი ამ წერტილში Y ღერძის გასწვრივ პირველ წერტილის მხრიდან მოქმედ ველს ექნება შემდეგი მიმართულება, ეს იქნება y1 და გამომდინარე იქიდან, რომ ახლა მეორე შემთხვევაში უარყოფითი მუხტში პირიქით ძალწირები შედიან, შესაბამისად მიმართულება Y ღერძზე მეორე მხარეს იქნება შემდეგი სახის, მოდი გვერდზე მივუხატავ ამას. აი ასე, ეს იქნება მეორე მუხტის მიერ შექმნილი ველი, ველის Y მდგენელი, ეს არის y2 და ორივეს მიერ შექმნილი ველი იქნება ამათი ჯამი, ხო? ამათი ორი სუპერპოზიციის სუპერპოზიციით მიღებული ველი, გამომდინარე იქიდან, რომ y1-იც და y2-იც მიმართულებით და სიდიდით ერთმანეთის ტოლი არის, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ კოორდინატთა სათავე ოსთან დაშორება როგორც +q და -q-დან ერთმანეთის ტოლია. ამიტომ თვითონ ჯამურ ველს AY-ს იქნება შემდეგი მიმართულება. ამაზე ორჯერ გრძელი იქნება, ასე, ეს იქნება AY. ეხლა მოდი ავიღოთ მაგალითად აი ეს წერტილი და ამის სიმეტრიული წერტილი, აი აქ შევხედოთ. ახლა გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს მანძილი +q მუხტიდან აგრეთვე -q მუხტიდან იზრდება. შესაბამისად, ველის Y მდგენელი უნდა მცირდებოდეს, ხო? ამიტომ აი ამ წერტილში ველს ექნება შემდეგი მიმართულება, უფრო დაპატარავდება, ასე. ეხლა ანალოგიური სიტუაცია გვექნება, მაგალითად თუ ავიღოთ აი ამ წერტილის განვიხილოთ, მოდით. აი ამის სიმეტრიული წერტილი ავიღოთ. ნუ აქაც მანძილი როგორც ხედავთ, მით უფრო გაიზარდა და ველი მანძილის კვადრატის უკუპროპორციულად მცირდება, ხო? ასე. შესაბამისად, აი აქ კიდევ უფრო დაპატარავდებოდა ეს ჩვენი ველი. ასეთი მიმართულება ექნება. ან მანძილის ზრდასთან ერთად x-ი რაც უფრო იზრდება, ან მცირდება, მინუსასკენ რაც უფრო მიდის, ან პლუსასკენ, ეს ჩვენი ველი, ველის მნიშვნელობა პატარავდება, ხო? შესაბამისად, ამასთან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Y ველი, ეს Y ველი, Y მდგენელი, Y ღერძის საპირისპიროდ არის მიმართული, შესაბამისად Y ამავდროულად უარყოფითი უნდა იყოს. უარყოფითობა უკვე გამგვირიცხა B და D პასუხი, ამასთან მოდულით O წერტილში ყველაზე დიდი უნდა ქონდეს უარყოფითი მნიშვნელობა, ეს არის აი G-ში და A-ც, ნუ კლება არა გვაქვს A-ში, შესაბამისად ეს არ იქნება და E-შიც როგორც ხედავთ, კოორდინატის სათავეში ველის მნიშვნელობა საერთოდ ნულია, არა და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ პირიქით ყველაზე მეტი მოდულის ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ კოორდინატის სათავეში აქვს და გვრჩება G ვარიანტი. როგორც ხედავთ G-ში კოორდინატის სათავეში აქ ველის მნიშვნელობა, აი ეს არის ველის მნიშვნელობა. ყველაზე დიდია მოდულით და შემდეგ აი როგორც ხედავთ უკვე ნელ-ნელა აი ამ წერტილებში უკვე მცირდება, კიდევ მცირდება. და ნუ თუ -100 და 100 დიაპაზონს გავზრდით, ნუ შეგვიძლია იმის თქმაც, რომ 100 გაზრდა შუალედის ველს გაანულებს ზღვარში. შესაბამისად პასუხი იქნება G.